გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო იქნება ავტომატური შემდგრებელ რობოტებზე. აი აქ თუ დააკვირდებით, ეს არის H პროფილი. H პროფილზე შუაში არის შალაგებული, ასე რომ ვთქვათ, ეს ფირფიტები, მეტალის ფირფიტები და აქ არის შემდგრებელი რობოტი, რომელიც ავტომატურად ასკანერებს, ანუ ეს არის აი აქ, ეს არის უკვე 3D სკანერის ფუნქციონალი ჩათვალეთ. ამით შეუძლია ლაზერული სკანერია, დაასკანეროს ეს სექცია. ეს სექცია და ზუსტად მიხვდეს თუ რა კუთხით არის დადებული. ახლა აქ თუ დააკვირდებით, მაგალითად, ეს არის დახრილად დადებული, ეს არის 90 გრადუსზე ჩადებული ლისტი, ფირფიტა. ამას ხვდება უკვე საკონტროლო სისტემა და ავტომატურად მივა და შეადუღებს ამ ყველაფერს. აი ასეთი პროდუქტია კომპანია Senfengs. ეს დიდი სპოლი არის, რომ მთლიანად მიაწოდოს, შეჩერება პაუზა რო არ კონდეს. პატარას თუ აიღებთ ახლა ასეთ მასალას, შესაბამისად უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ ყოველ რაღაც ნახევარ საათში, არა, მაგრამ ყოველ რაღაც თქვა 3-4 საათში ერთხელ უნდა შეცვალოთ, მასალა დაამატოთ. ხოლო ამას თუ აიღებთ, შეიძლება მთელი დღეც გეყოთ. აქეთ არის შედუღების აპარატი, აქეთ არის საკონტროლო სისტემა, ეს რობოტი მთლიანად, მიმწოდი, ასე ვთქვათ, მასალის. აქეთკენ უკვე ეს არის თავაკი, ავტომატური საწმენდი, ანუ ავტომატურად ცხვირსაც გაიწმინდავს. ამას წამოიღებს, ავტომატურად გაიწმინდავს და დანარჩენად, ახლა აქ თუ დააკვირდებით, საკმაოდ გრძელი არის. ეს არის, მე მგონი, 6 მეტრი არის სიგრძე სამოძრაო პლატფორმის, ეს შეიძლება 12 მეტრამდე რო გაიზარდოს და თუ საჭირო არის, შეიძლება ორი მხრიდან, ანუ აქედანაც რობოტი იდგეს, იქით ამ მხრიდანაც რობოტი იდგეს და ორივე სამუშაო ერთდროულად გააკეთოს. შედარებით სწრაფად. აი ასე გამოიყურება.